ირანული პოლკისკენ ტვირთის გარეშე მიმავალი ნავთობტანკერი ამერიკული სამხედრო ძალების იერიშების სამიზნედ იქცა. ცენტრალური სარდლობის თანახმად შემთხვევა 6 მაისს ომანის ყურეში მოხდა, როდესაც ისლამური ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა ვაშინგტონის მიერ დაწესებული ბლოკადის პირობები დაარღვია. მათივე განმარტებით დარტყმას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის სამხედრო ძალები თვალს ადევნებდნენ ტანკერ MT Hansas, როცა ის ომანის ყურეში ირანული პორტის მიმართულებით საერთაშორისო წყლების გავლით გადაადგილდებოდა. ამერიკულმა ძალებმა არაერთხელ გააფრთხილეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი და აცნობეს მას ამერიკული ბლოკადის დარღვევის შესახებ. მას შემდეგ, რაც გემ ხასნის ეკიპაჟმა არ შეასრულა არც ერთი მოწოდება, ამერიკულმა ძალებმა ავიამზით აბრაამ ლინკოლნიდან გაშვებული ამერიკული ბომბდამშენის F-18 Super Hornet-ის 20 მმ-იანი ქვემეხი რამდენიმე გასროლის შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს ტანკერის საჭის ფრთა. ძალაში რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ბლოკადა იმ ხომალდებთან მიმართებით, რომლებიც ცდილობენ ირანულ პორტებში შესვლას ან მათ დატოვებას. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალები განაგრძობენ მიზანმიმართულად და პროფესიონალურად მოქმედებას ბლოკადის უზრუნველსაყოფად. პარალელურად ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქმე ძალიან კარგად მისდის და წინსვლად შეინიშნება. მედიის კითხვაზე, რამდენად ახლოს არიან ქვეყნების სამშვიდობო შეთანხმებასთან, ან რამდენად აქვს ვადა ისლამურ რესპუბლიკას, მან თქვა, რომ ვადებს არ აწესებს და ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ თუ კი ირანი არ დათანხმდება ვაშინგტონის პირობებს, სამწუხაროდ დაიწყება ბევრად უფრო მასშტაბური და ინტენსიური დაბომბვები, ვიდრე ადრე. ვიტყოდი, რომ ჩვენ ვიმყოფებით შეტაკებაში, რადგან ის რაც ხდება სწორედ შეტაკებაა. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიგდის, ისევე როგორც ვენესუელაში, სადაც ყველაფერი ერთ დღეში დასრულდა. ირანშიც დაახლოებით ასე კარგად მიგდის საქმე და ვიტყოდი უკეთესადაც კი. ყველაფერი ძალიან რბილად მიმდინარეობს და შევხედოთ რა იქნება შემდეგ. მათ სურთ შეთანხმების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოებაც. ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ხელისუფლებას. ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ. ამიტომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების გაფორმება და შევხედოთ შეთანხმდებიან თუ არა ისინი იმ პირობებზე, რაც ჩვენ გვაწყობს. ვითარება სრულად ვაკონტროლებთ, ბლოკადა არაჩვეულებრივია. სამხედრო საზღვაო ძალებმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს. მათ შექმნეს ფოლადის კედელი, რომლის გადალახვა ირანელებს არ შეუძლიათ. ამიტომ ისინი გასაჭირში არიან. შეთანხმების ყველა პირობა უცნობია, თუმცა თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დოკუმენტი მოიცავს ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციების გაუქმებას, თეირანის გაყინული აქტივების გამბლოკვას, გემებისთვის ჰორმუზის უბის გახსნას, საოცოდ კი ირანის უარს ბირთვულ პროგრამასა და ურანის გამდიდრებაზე.